რაისთვის დაგიმალოთ? ბრძოლა გაცხარებული იქნების. ბევრის დედაი ჩაიცვა მშობებსა. ბევრი მშობელი გულში ვეღარ ჩაიკრავს თავის ნაშობსა. იმად რომ მტერი ძლიერია და კი სისხლითაც გაუმაცხარი. იცოდე, სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვების მეტი ფასი იქნების. რა ივუყოთ, რომ 1-ზე 10 მოვა, 100-იც რომ მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების, იმად რომ ჩვენ ღმერთთანაც და კაცთანაც მართალნი ვართ. ჩვენ გვიცვევიან სახლში, ჩვენ გვიპირობენ აკლებას, ჩვენს დედაკაცებს კი გაწყილებას. და ამგვარ საქმეს საწინააღმდეგოდ სიკვდილი ღვთისმადლმა სანეტაროც არის. ვინ ახართ ბედნიერნი? ვის გიცემთ ქუდოსანს გული, ვის გერჩით კლავი? ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. დედამ შეერთოს ცოლათა, ვინც კარზე მომდგარ მტერს გამოექცეს, ვინც სიკვდილს შეუშინდეს, მოღალატეს რისხავდეს სამება. ეს ბატონებო არაა ჩემი სიტყვები, ეს ყაზბეგის სიტყვებია. იქნებ ესეც ამოგეყოთ სასწავლო პროგრამიდან. ვაითო ემანდ ბავშვებს გული გაეხსნათ და გონებას გაუნათდეთ. ეს ხომ ზოგიერთს არ გინდათ.